დილამშვიდობის ყველას მოგესალმებით. დღეს არის 9 ივნისი და ჩვენ მე მინდა ახლა რამოდენიმე სიტყვით გითხრათ ჩვენი ალბათ ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ YouTube არხს და ჩემ ვიდეოებს იცით რომ წამოვედით ჩვენ გერმანიაში შევიძინეთ მანქანა და ამ ავტომანქანით წამოვედით გამოვიარეთ ავსტრია შემდეგ სლოვენია, ხორვატია, სერბეთი და ჩამოვედით საბერძნეთში ვიყავით სტუმრად ჩემ ახლობელთან და საბერძნეთიდან მივდიოდი თურქეთის მიმართულებით და თურქეთის საზღვარზე შეგვაჩერეს გითხრეს რომ რაღაცა საბუთი აკლიაო ექსპორტის საბუთიო ჩვენ მანქანას და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ეს მანქანა სადაც შევისყიდეთ გერმანიაში ფრანკფურტში ერთი თურქული კომპანია იყო თუ ირანული ვერ გავიგე მივედით უთხარით რომ მანქანა ყიდულობ და მივდივართ საქართველოში და გვჭირდება ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი ამ კაცმა კიო ყველაფერიო გამოგვართვა 300 евро წავიდა გააკეთა მოგვიტანა საბუთები ეს არის ყველაფერი ასე თქვენ გჭირდებათო პრობლემა არ გექნებათო საქართველოსამდე მაგრამ ფაქტი იმაშია რომ რაც ყველაზე მთავარი დოკუმენტია საჭირო არა ევროკავშირის მქონე ქვეყანა რო გაიარო ეს არის ექსპორტის საბუთი ანუ აღრიცხვიდან მანქანა მოიხსნა გერმანიაში მაგრამ ფაქტიურად არსად არ არის ეს დაფიქსირებული და ეს საბუთი იყო საჭირო მაგისთვის რომ თურქეთი გაგვევლო ეხლა ჩვენ თურქეთი გვეუბნება ეს საბუთი აუცილებლად გვჭირდებაო და გაგვაჩერა საბერძნეთში მაგრამ სამწუხარო ის არის რომ საბერძნეთში დღეს არის კვირა და ორშაბათსაც არავინ არ მუშაობს დასვენების დღეა ანუ სამშაბათამდე უნდა დავრჩეთ საბერძნეთში გავაკეთოთ ეს საბუთი და მერე წამოვიდეთ ასე რომ ჯერჯერობით ვართ გაჭიდილები საბერძნეთში იმედია სამშაბათს გავაკეთებთ ამ საბუთს და წამოვალთ ეხლა კი სანამ ჩვენ თავისუფალი დრო გვაქვს დღეს და ხვალ მე მინდა რომ მაინც გადავიღო რომელ ქალაქში ვართ ეს ამ ქალაქს ქვია სადაც ჩვენ გავჩერდით ალექსანდრეუპოლისი თურქეთის საზღვართან არის დაახლოებით 10 კილომეტრი საპორტო ქალაქია გავჩვენებთ რა სასტუმროში გავჩერდით და ამ ქალაქსაც გადავიღებთ და გავიაროთ გამოვიაროთ ამ ქალაქის ქუჩებში და დავათვალიეროთ რა ხდება დრო გვაქვს აბა წავიდეთ ამ სასტუმროში გავჩერდით თალასა ეპარტ ჰოტელი ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს არის დაახლოებით იქნება 50 მეტრი ერთი გზა არის გადასასვლელი და ეგრევე ზღვის სანაპიროზე ხარ აი ეს ოთახი არის ჩვენი პირველ სართულზე აქ რა არის ერთი მაინტერესებს ბარბეკიუს ადგილი შეშაც არის ელექტრომობილის დასატენი ადგილი კარგი ადგილია და ეს პირველ სართულზე აი ეს არის ჩვენი ოთახი გავჩერდით ასეთ ჩვენიერ სასტუმროში ზღვისპირა და გაჩვენებთ ახლა როგორი სასტუმრო დავიქირავეთ და რა ფასში. 4 ადგილიანია. და ერთი ღამე ღირდა 135 евро საუზმის ჩათვლით.
ეხლა ვართ თურქეთის საზღვრამდე არის პატარა დასახლება საბერძნეთის მხარეს, რომელსაც ქვია ალექსანდრეუპოლისი. მოგვიწია აქ დარჩენა ამ პატარა დასახლებაში. პრინციპში არც თუ ისე პატარა 30,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. და რამოდენიმე დღე მოგვიწია დარჩენა, რაღაც საბუთი არ გაგვიკეთეს ჩვენ გერმანიაში. მანქანა რო შევისყიდეთ, დაგვაკლო პატუცემულმა ექსპორტის საბუთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა შედიხარ არა ევროკავშირის ქვეყანაში. როგორსაც წარმოადგენს თურქეთი. და თურქეთის საზღვრამდე საბერძნეთის მხარემ, პოლიციამ მოგთხოვა ეს საბუთი, რომელიც არ ქონდა ფიზიკურად. ხო და არ გაგვიშვა და გამოგვიშვეს. აქეთ გვითხრეს, რომ ამ ქალაქში არის custom service, სადაც გაგვიკეთებენ ამ საბუთს, ოღონდ დღეს უკვე ორშაბათია. კვირას იყო ეგ ამბავი, რაც მოხდა. დღეს ორშაბათია, ორშაბათს აქ დასვენების დღე არის, რაღაც დღესასწაულია. ხო და აქედან გამომდინარე კვირა და ორშაბათი დავრჩებით აქ და ხვალ დილით სამშაბათს მივალთ საპორტო ქალაქია ალექსანდრეუპოლისი. მივალთ პორტში და იმედი მაქვს გაგვიკეთებენ ამ საბუთს. და ამ საბუთით მე უკვე ისე უნდა დავბრუნდეთ თურქეთის საბერძნეთის საზღვარზე, გამშვებ პუნქტზე და შევალთ თურქეთში. კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა ჩვენ სერბეთის საზღვარზე. სერბეთის საზღვარზე რო შემოვედით თურმე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი მანქანით გამოვიარე გერმანიიდან საქართველომდე, ასად არანაირი პრობლემა არ მქონია. ჩვეულებრივად გამოვიარე ეს ქვეყნები: ავსტრია, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთში შემოვედით. თურქეთში გავიარეთ, არანაირი პრობლემა არ ქონია, საბუთები მწყობში ქონდა ყველაფერი და სერბეთი გამოვიარეთ პარასკევს. და სერბეთშიც ამ კომპანიებში, სადაც ვიყიდეთ ეს მანქანა, შესყიდვის ხელშეკრულება, purchase invoice. არ ვიცი, დაავიწყდა თუ ყოველ შემთხვევაში ასე გითხრა, რომ ყველაფერი საბუთები მზად არისო, შეგიძლიათ დახვიდეთო საქართველოსშიო და საქართველოსში არანაირი პრობლემა არ გექნებათო. და წამოვედით ეგრე თურმე, ეს საბუთიც ინვოისი არ ქონია. სერბეთში რო შევედით, ინვოისი არა გაქვთ თო მანქანისო. მე დაურეკე ამ გერმანელს. საღამო იყო უკვე. საღამო საათებში 4-მდე მუშაობენ და 4-ის მერე აღარ პასუხობენ ხოლმე რა, ძირითად შემთხვევებში და ძალიან გამოკვირდა რომ მიპასუხა მე ამ კაცმა და აუხსენი სიტუაცია, მეთქი მჭირდება მეთქი ეს და ინვოისი მანქანის შესყიდვის გამომიგზავნა. ამოუბეჭდეთ მე ვანახეთ საბაჟოზე და გამოგვიშვეს. მაგრამ რა თქინდა, თურმე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთია, ის არ გაუკეთებია და არ გამოუტანებია ჩვენთვის. დასახლებია. ერთი დღე გავჩერდით ჩვენ საბერძნეთში, სალონიკში. და სხვათა შორის ვერ შევადარებ ვერც ერთ ევროპულ ქვეყანას, რომელიც გამოვიარეთ ახლა ჩვენ. გამოვიარეთ სლოვენია, ხორვატია, სერბეთი და გერმანია, ავსტრიას, აი სულ სხვა დონეა რა, რო იტყვიან. სერბეთში და ხორვატიაში და სლოვენიაში ფაქტიურად საქართველოში უფრო უკეთესი გზებია ვიდრე ამ სამ ქვეყანაში. ეტყობა რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებია რა, ერთი სიტყვით. ჩვენთან უკეთესი გზებია ბევრად. მიუხედავად იმისა, რომ ავტობანებია და ყველგან ფასიანია,
ჩვენი გზები მაინც ჯობია. ეხლა აი ამ გზებსაც თუ დავკვირდებით, სულ დალატკულია. მაგრამ არც თუ ისე ხარისხიანად. სისუფთავეს რაც შეეხება, ვინც უყურებს ეხლა ჩემ ვიდეოს კი იცის გერმანია, ავსტრიაში აი უმაღლეს დონეზეა დაცული სისუფთავე რა. მაგრამ ხორვატიაში სადაც ვჩერდებოდით, საწყოვის ჩასასხავად ან ჩასასხმელად ან დასასვენებლად, რბილად რო ვთქვათ, ცოტა ის იყო. ყურადღებას არ აქცევენ ძალიან სისუფთავეს და დალაგებას. ყველაფერი იქით-აქეთ მიყრილი, მოყრილი. და აი ახლა სწორედ მაგიტომ აი ამ დასახლებაში ალექსანდროპოლისში გამოვისეირნე ფეხით, რომ სახლები იცოცხლე, კაი დიდი სახლებია, ვილები, ლამაზები. მაგრამ სისუფთავე ვერ დაიკვეხნის ნამდვილად საბერძნეთის სისუფთავით. ნუ ყოველ შემთხვევაში სადაც ვართ ჩვენ ამყოფი და რაც ვნახეთ. სულ ასეთი სახლებია რა, დაჩებივით. პატარა სკვერს მივანდექით. ჯერ ახლა ადრეა ალბათ 9 საათია. გარეთ არავინ არ დადის. ვიღაცამ დაიწყო დალაგება და დატოვა ნაგავი. დღეს ორშაბათია, ამათან დასვენების დღე არის რაღაც. დღესასწაულია. კონკრეტულად არ ვიცი. დღესასწაულია, მაგრამ დაკეტილია ყველაფერი. აჰა, პომიდორებიც მოყავს. პომიდორები დაურგია. ეკლესიასთან გამოვედი. ყველაფერი ბერძნულად არის. ფაქტიურად გერმანიაში ეგრე იყო, ყველაფერი გერმანულად ეწერა. იშვიათად დაინახავდი ინგლისურად. აქ რა წერია მე არ ვიცი. ხო, ეს ხა ამ დასახლებით თუ ვიმსჯელებ, ნამდვილად არ აგავს ეს. არც გერმანიას, არც ავსტრიას. ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ პატარ-პატარა მაღაზიები მაინც არის. ღია. პატარა მარკეტები. ლამაზი ყვავილები. არქეოლოგიური მუზეუმიც ყოფილა ალექსანდროპოლისში. საინტერესო იქნებოდა ახლა აქ შესვლა, მაგრამ დაკეტილია დღეს. ხვალ კიდე ამ მუზეუმისთვის ჩვენ ნამდვილად არ გვეცლება.
ვიწრო ქუჩებში გავიაროთ. ალექსანდროპოლისის დასახლებაში ვართ ახლა ჩვენ. ახაც რაღაცა მოყავთ. პომიდორები, პრასი, კაფე დაკეტილია. ჭერამი ჭერმის ხე რომელიც ყვახია ჭერ ყვახია მაგრამ ცვივა აიო ესე იგი სანამ ჩამოვედი ჩვენ საბერძნეთამდე მანქანა ისი არის დასრული წინიდან ეს მწერებით და რაღაცებით საქარემინა ეს ფარები ყველაფერი და აი როგორ არის მწერებისაგან დასრული მანქანა დავთ ახლა გაურეცხავთ ამას აი ეს ერთადერთი ადგილი ვნახე მე რუკაზე სადაც არისო სამრეცხაო არის სამრეცხაო მუშაობს ჩვენერი წყალი საპონი მოვალთ აქ გავრეცხავთ მანქანას ძალიან კარგი საწვავს რაც შეეხება ყველაზე იაფი დიზელი ღირდა საბერძნეთში евро და 35 ცენტი ღირდა საბერძნეთში ხორვატიაში евро და 80 სერბეთში საერთოდ 2 евро ღირდა და სერბეთი მე როგორც ვიცი ეხლა ტელევიზორის მაყურებლები ჩვენ მანდამაიც არა ვართ ისე აქტიურები და სავარაუდოდ სერბეთი აღარ არის უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქიდან გამომდინარე ვამბობ მე რომ евро არ იყო უკვე სერბეთში რო შევედით არსად евро არ არის თავისი რაღაცა ვალუტა აქვთ სასწაული აი კუპონები რო ქონდა ჩვენ ეგეთი და რაღაცა 5000 მაგათი ვალუტის დიზელი ჩავასხით და გადავიხადეთ 88 евро და მე რა მოგვიბეჭდა ეს რა ქვია ქვითარი მან დაწერა რა რომ გამოგვივიდა 2 евро და 30 ცენტი 1 ლიტრი დიზელი ანუ ძალიან ძვირი იყო რა ერთ სიტყვით სერბეთში დიზელი და თურქეთში არ ვიცი რა ღირს გადავალთ და ვნახავთ და აქედან როგორ ლამაზად ჩანს ერთი უნდა მივიდი ახლოს ხმელთაშუა ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე ამოვყავი თავი ჩვენ დაუნებურად საბაჟოზე საბერძნეთსა და თურქეთს შორის რაღაცა პრობლემა შეიქმნა ჩვენ საბუთებთან დაკავშირებით და მოგვიწია ცოტა ხანი დარჩენა აქ. დავრჩით სასტუმროში, აგერ აქედან ჩანს თალასა ჰოტელი. და სასტუმროდან დაახლოებით 100 მეტრში არის სანაპირო ზღვის. საღამოა დაახლოებით 7 საათია და ხალხი ჯერჯერობით არის. სხვა არის ძალიან თბილი. ტალღების გარეშე. ქვიშიანი ნაპირია. და მე მგონი თევზიც არის, იმიტომ რომ კაცი მოვიდა ეგერ და აპირებს ახლა თევზაობას. ერთი რაც მომეწონა სავაჭრო ცენტრებთან, ასეთი გადახურული ფარდულებივით არის, სადაც ჭდილში შეიძლება მანქანა გააჩერო. ასეთ გადახურულები მე გერმანიაში და ავსტრიაში არ შემხვედრია.
ეს არის საპორტო ქალაქში ალექსანდროპოლისში custom service-ი, აი აქ უნდა მოვიდეთ ხვალ. დღეს შაბათია და დაკეტილები არიან, ისვენებენ 9-დან 3 საათამდე მუშაობენ. ეს არის პორტი. გალინასია და იმიტომ. იახტები და იქით არის ბორანი. მაგრამ ალბათ კაფეა იქა და ხალხი კაფეშია თორე დღეს დაკეტილია ყველაფერი. ხო და ხვალ უნდა გავიგოთ კიდე თუ იქნება საშუალება რომ ბორანით წავიდეთ ფოთამდე ან ბათუმამდე და რა ეღირება ეგეც რო გავიგოთ. მაგრამ რაღაც აქ ინგლისური ცოტა ისე იციან რა. ყველა მარიცის. ხო. ცოტა მაინც იციან. იმედი მაქვს ეცოდინებათ. ავედით ბესო აბა და ხვალ მოვალთ რა დილით რა. ხო აბა რა უნდა გავაკეთო.